ყველაზე მეტად ყურადღებას? ვადას. აი როდის გაუთავდება ვადა და როდის არის გამოშვებული. და ხარისსაც რა თქმა უნდა, ახალი თქმა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი, რაც ახლა პრეცედენტი ხდება, ეს უკვე რა თქმა უნდა სახელმწიფოს კისერზეა და დანარჩენს გააკეთებს ვნახოთ, როგორ მიიღებს ზომებს. თქვენი აზრით საზოგადოება რამდენად ჭანსაღად იქნება დღევანდელ ცხოვრებაში? ძალიან ცუდად. იმიტომ რომ რა პროდუქტებია და საიდან შემოსულია, ეს არ ვიცით. რა ხარისხისა, ვისა გაურკვეველი რაღაც არის, თითქოს საქართველოში ნაწარმოები ამავე დროს ინდოეთში და თუ ერთობლივად ნაწარმოები, არ ვიცი. ძალიან ცუდად რომ შეხვიდეთ მაღაზიაში, ნებისმიერი პროდუქტები ნახოთ, სხვადასხვა გაურკვეველი წარმოებებია. პირველ რიგში ფას. შემდეგ რომელი ფირმისაა? მაგრამ რომ მეგონა ახლა კარგ ფირმას ვყიდულობდი ძის ნაწარმს არ ყოფილა კარგი. ახლა უკვე ვეღარ გავიგე რას მივაქცი ყურადღება. იმიტომ რომ ჩვენი ხალხის ინტერესებს არავინ არ ახორციელებს და არც იცავს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს და არავინ არ იცავს ხალხს. თქვენი აზრით დღესდღეობით რამდენად ჭანსაღად იკვებება საზოგადოება? ვერა. მე მაგალითად ქალდადი ჩემ ქუჩაზე და იქიდან მყიდულობ წეს და მაწოს ორივეს მაღაზიაში იშვიათად. თუ ის ქალი ვერ მოვა და უშოთ იმას მყიდულობ და იმას ვაჭმევ შვილიშვილებს. თქვენი აზრით სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ საზოგადოებამ არ იფიქროს, რომ დაუცვევია? კონტროლი პირველ რიგში. კონტროლი. კომუნისტების დროს ნამუშევარი ვარ ვაჭრობის სამმართველოში მუშაობდი 50 წელიწადია ბუღალტერი. კომუნისტების დროს იყო კონტროლი. კი, ძალიან კონტროლი იყო. ახლა მე არ ვიცი, მე არ მგონია რომ იყოს. მე არ მსმენია მაგალითად შევიდა კონტროლი და გადააყრევია პროდუქტი, ცუდი იყო და რაღაცა და რა ვიცი. თუ კონტროლი იყო, რატო შეიქნა ასეთი ამბავი? რა ვიცი, ალბათ ახალია თუ არა. სხვა რა ვიცი. ედიკეტებს უფრო რომ სიახლებს ზოგჯერ არის რომ არ არის ახალი და ან გადაკრული აქვს სხვა რაიმე ხდება ასეთები. მაგალითად ბევრ მაღაზიაში შემინიშნა. ახალი ჩამოსულა არ ვიცი რა ვარგა და რა არ ვარგა. გამარჯვებიდან გამომდინარე ცოტა შევიკავეთ თავი. თავარი არის რომ ესე იგი ნორმალური იყოს ადამიანს რაც გვაჭმევენ ხომ უნდა ვიცოდეთ რა. ეგენ. და როგორ ვიქოთ, რამდენად ჭანსაღად იკვებება დღეს საზოგადოება? მე მგონი რა გითხრათ ახლა, ასე თუ გაგრძელდა მდგომარეობა, რაც არის და რასაც გვიმალავენ შეიძლება კიდევ ძალიან ძლიერია მდგომარეობა იქნება რა. ხალხი უკვე დღეს გოგონა საავადმყოფოში ვიყავი, რაღაცა მინდოდა კავშირება. გავსებულია მაინც ავადმყოფები, დარჩა აქან ესე ბევრები და იგენი რა ქვია და იგენს ხილი რას ჭამს, რას ფამს, ესე იგი აზიარავა რა. ეგეთ. სავსეა კლინიკა, ესე იგი იმდენი ავადმყოფების, ესე იგი რიგი იყო შიგნით, ესე იგი არ ვიცი ჩვენი მთავრობა რას ფიქრობს, როგორ არის, რაფერ არის, რა აზიარიან კიდევ მე ამ ხნის კაცი გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? ვადა და ალბათ და ეს ბრენდს მაინც არის მნიშვნელობა. უფრო მე მომწონს ბელორუსული პროდუქცია. ბელორუსული და რუსეთის ალბათ ახლა ქართული პროდუქცია არის. სოსისი და კოლბასი არ ვარგა. ნახულო მარკირებას გამოშვების დროს და ასე ვარგისიანობის დროს ნახულო და ისე ვიდეო. და როგორ ვიქოთ დღესდღეობით რამდენად ჭანსაღად იკვებება საზოგადოება? კი, ჭანსაღად იკვებება, გამონაკლისი ყოველთვის ხდება. ხარისხი და ფასი. ხვდებით რომელია ხარისხიანი პროდუქტი? გამოცვლებიდან გამომდინარე და გააჩნია ხა რა პროდუქცია არის საუბარი. დღესდღეობით რამდენად ჭანსაღად იკვებება საზოგადოება? ვერ ვიკვებებით ჭანსაღად ნამდვილად. და საკმაოდ საფრთხის წინაშე ვართ და სადამდე მიგვიყვანს ეგ უკონტროლობა ვინ იცის.
თქვენი აზრით სახელმწიფოს მხრიდან რა ნაბიჯები უნდა აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს და შესაბამისი რეგულაციები უნდა ქონდეს ყველა პროდუქტს, განსაკუთრებით იმას, რაც ეხება კვებას და მით უმეტეს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვებისთვის აუცილებელი არის. მე სუპერმარკეტებში იშვიათად ვყიდულობ ნახევრად მზა პროდუქტებს და იმას მე მირჩევნია ვიყიდო ბაზარში ხორციც და ყველაფერი, რა ვიცი, იქ მირჩევნია ვიყიდო, იმიტომ რომ ვერ ვენდობი სუპერ. ასე მგონია ვადებს შლიან და მე ასწორებენ და რაღაც. უნდა იყოს კონტროლი აუცილებლად, რა თქმა უნდა. ეხლა მე იმ პერიოდში ვარ გაზრდილი და დაბადებული, ახლა ისეთი ასაკი მაქვს, ხო? მაშინ ყველაფერი მოწმდებოდა ჩემს ბავშვობაში და ეხლა ხო არაფერი არ მოწმდება, კონტროლი არაფერს არ ფარმაცევტი ვარ, აპტეკში ვმუშაობდი, ხო და სულ კონტროლი იყო, სულ შემოწმება იყო ყველაფრის და ახლა არის განუკითხაობა, არავინ არაფერს არ ამოწმებს. არ ვიცი, დაგწამლეს. მით უმეტეს ამბრძის მერე. ეხლა უკვე ერთისკენ გახედვაც შემზარდა. არ ვიტყვი ახლა საშუალო ფენაზე როგორ იკვებება. მაგრამ ვისაც ფული აქვს ალბათ, უფრო კარგად იკვებება, რა თქმა უნდა და ვისაც ფული არ აქვს, საწყალი ხალხი, რას ჭამს ალბათ ნაგავს ჭამს, არ ვიცი. მე მაგალითად 15 წელი გავატარე იტალიაში ვიყავი და ისე მომწონდა იქ ყველაფერი, ხო, აქ რო ჩამოვედი საქართველოში არაფერი აღარ მომწონს პროდუქტი. თევზი იყო რაღაცი, ყველაფერი ახალი, ეს გაყინული თევზი კიდე იყიდი და ასე მგონია, რა ვიცი, როდინდელი არის. აგერ შეხვალ თუ გინ აი პილმენი იყიდე, რამე იყიდი, აქ არ ვიცი, ასაწონები რო არის, ვადა არაფერს აწერია, როდისაა დამზადებულია, იმეს იგი არ აწერია, არ ვიცი, არ მეიმედება არაფერი. რა აქვს, მიჩვენია სახში გავამზადო, ვიყიდო ხორცი და სახში გავამზადო და ვაჭამო ბავშვებს ის. ვკითხულობ ისა შემადგენლობაში რაღაცებს და ნუ ძირითადად ნაცნობ პროდუქტს ვყიდულობ, ანუ რაც ადრე შემიძენია და ვთვლი რომ ხარისხიანი. არ იკვებება ჯანსაღად. არ მგონია რომ იკვებებდეს ჯანსაღად. მე პირადად ვერ ვიკვებებ ჯანსაღ პროდუქციას. ვერ ვყიდულობ. ბაზარშიდაც არ არის ჯანსაღი პროდუქცია. შემოწმდეს და იყოს ხარისხიანი და თავის სერტიფიკატი უნდა კონდეს მას. აი ეტიკეტთან ერთად უნდა იყოს ხარისხის დასწრებელი სერტიფიკატები ალბათ მე ასე მგონია რა ვიცი. არაფერზე კონტროლი არა ბებია. არაფერზე კონტროლი არა, არაფერზე ადამიანური გაგება არსად არ არის და მაგას ვერც ერავინ ვერ გაიგებს. ეხლა ბებო არის ბიზნესმენების დრო, თაღლითების დრო. სპიჩკა რო ვიყიდი, ხო, ჯერ ხوار ჩაი, მე შეგატყდება ხელში იმ წუთში ერთი კოლო 8 თუ 100 ცალი უნდა იხმარო. ის ბიზნესმენი აკეთებს, ბევრს გააკეთებს, ბევრს ფულს მოიგებს. ხო და ჩვენ მალმალე ვიყიდით იმას, აი ეს ბიზნესმენები. ემაგენი ყველაზე მეტი თაღლითი ადამიანებია ამ ქვეყანაზე, მე თუ მკითხავ შენ, არაფერი ადამიანი სასარგებლოდ არ არსებობს. მე ასეთი შეხედულება მაქვს და მე ვინ მკითხავს კიდე ბებო. ყოველ შემთხვევაში ცუდად როა საქმე და კარგად რო არა საქმე, ამას დებილიც ხვდება. ჯანსაღად ბებო საიდან იკვებება, იმიტომ რომ ახლა ყველაფერი კერძო-კერძოში არის, ფულზეა გადასული ყველაფერი არის ფულით განისაზღვრება ყველაფერი, ოღონდ იშონოს ბევრი ფული და ვის ავნებს თუ ვის არგებს ამისი წურველი არავინ არა, ასე ვფიქრობ მე. უნდა გააკეთეს პარნიკები, უნდა დაერგოს ხილი სოფელში ათე. დავდიოდით ჩვენ ბავშვები მივყავდით, გავდით მცენარეებს, ხილს, ამას უნდა გააკეთოს ყველამ და იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტი არის ყველაზე უმნებელი. მაგრამ ახლა ყველაფერი რო თავრობას დააბრალო, ერთს მაგას ვერ იტყვი ბებო. იმიტომ რომ ბუნებაც რო აღარ აძლევს დათესავს, მაგრამ ჩვენ მხარეზე ახლა ლობი არ მოდის. არ მოდის ისე შენ ჭკუაზე რამე, მაგრამ ისე ხალხიც გაზარმაცებული, არავის არ უნდა თოხი, ბარი ეს სირცხვილად მიაჩნიათ. ხო და ეს ახალგაზრდობა ახლა ჩვენ რო ვიყავით, იმას ვერასოდეს ვერ მიედრებიან. მე პატარა რო ვიყავი, 15000 მანეთი პრემია ევიღე ჩაის ნაკრებში. 5 საათზე გავდიოდი ღამე და აფლა დღევანდელი ბავშვი თუ გაგივა 5 საათზე სოფელში, ტყეში, მეორე სოფელში. ეს ახლა აღარ არსებობს, ეს ტელეფონების ხანაა ახლა, მილიარდელების ხანაა ახლა. იმის იქით ახლა ნურავენ ჯერჯერობით, ნუკითხულობს სიმართლეს.
არც თავრობის ბრალი არა და არც არების ბრალი არა. ხანა ახლა ესეთი ამას როდრის დალაგდება, მაგი ღმერთმა უფრო იწყის.